დავრუნდით. შეატყობ რა ბედნიერი ვარ. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. საოცარი სტუმრები ყავს დღეს, ესე იგი ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი ლევან სუხიტაშვილი, რომელიც წლებია მიატოვა თბილისი. მესამე წელია, ხო? რატოღაც გონიერ ბევრად უფრო დიდი ხანია. მიატოვა თბილისი. და დავიდა ედემში. მართლაც ედემში, კი ბატონო, კაპროვანში, ხო, თუ არ ვწდები? ადამათი მომართეთ თუ შეიძლება. ევა თუ არ იქ, თუ ეს არის ჩვენი ევა. არა, ეს არის გველის შემცვლელი, ოღონდ კეთილია. კეთილია. და მისი, ასე ვთქვათ, განუყრელი მეგობარი, რა ქვია? ლაკა ძუნგლიანი. ლაკა ძუნგლიანი. შეიძლება სომეხი არ ვიცი. მე ძალიან დიდი მადლობა დღეს სტუმრობისთვის, აი ლაკაც დაწვა თავის სახლში, როგორც ეძახი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნიშნები თავის სახლით რო დადის. ხო! ეს არის მაგის კუნძული, ანუ სადმე რომ მიდონა, დაჟე აქ კი არა, ტუსოვკებზეც დამყავს ხოლმე და იმდენად ინტეგრირებული ამ სიტუაციასთან კი უყვარს გამოპარვა ხოლმე, მაგრამ აქ რო ვეტყვი, ეს არის სახლი, ანუ იქ უნდა მივიდეს ზის ხოლმე და გვიყურებს. ძალიან საყვარელი არის და როგორ მოათვინიერე ესე? ის რო დაიბადა, ისეთ პერიოდი იყო კაპროვანში, რომ შემოდგომა რომ თავრდე. ზამთარი რომ მოდის, მარტო მე და ეს ვიყავით და მე რა საქმე მქონდა. იმდენი ანუ ორ თვეში, აი თვისა, ხუთი თვის იყო ეს ყველაფერი. მიიტანე, მოიტანე, დაწე, ადე. მწვრთნელის გარეშე ყველაფერი. ვაი, მწვრთნელი არა ვარ. თავად არის კინოლოგიც ყველაფერთან. აი ფიქრობდი მე ყველაფერი, მე სადღაც რა ვასწავლო, პიანინოზე შევიყვანო. ვეღარ მოვიცალე თორე ისავლე. თან ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ხო, ამას. ლეკვები დაგიყარეს, ასე ვთქვათ, გადმოყარეს მაგას. ო, ეს ესეთი ადგილია ესეთი რაც ცოცხალი სასაფლაოა კაპროვანთან. ვისაც აღარ უნდა ეს ზაღლი და არ გაიზარდა ის რაც ეგონა ლომი ამ ეფხვი და გამოვიდა რაღაცა. ხო. მოდიან და იყრიან. მე ესე ზამთარში უკვე ხალხი რო აღარ არის და სეზონი აღარა ეძებენ ვინა ჭამოს შეატყა. მოდიან ხოლმე იქ ახლა მე და მამუკა ვცხოვრობთ, მეტი არავინ ზამთარში. მოდიან ხოლმე ჩვენთან და ვაჭმევ და გადმოვაგდეს დედამისი ორსული იყო ეს ბრეტონი იყო, კაი და კი გამიკვირდა მეთქი ეს ბრეტონი ვინ გადმოვაგდა და ის ქონდა კანქვეშად კიპა სისხლიანი მოვიდა. უმკურნალე და გამოვიდა კაი ზაღლი მართლა და დაყალა ლეკვები და 7-დან გადარჩა მარტო ეს ეთყობა დაავადება იმოქმედა ნაყოფზე და აი ეს შემჩა 3 წელია ჩემთან ერთადერთ მაგიტო ქვია ლაკი გვინდოდა და გოგორო იყო ამიტომ ესე გადაუკვალიფიცირე. ლაკა ძუნძგლიანი. არაფერი ეთყობა ამას ძუნძგლიანობის ძალიან. აბაკი ყოველ თბილისის სამოსვლაზე ვაბანავ. შენი ქუნა ნახო როგორი დადისო. აი ნახე ყოველ თბილისში წამოსვლაზე ვაბანავ 3 წელია ხარიქით. კვირაში ერთხელ ხანდახან ჩამოვდივარო. რა ხდება ეხლა იქ? როგორ გადაწყვიტე? აი როგორი ცხოვრება? კი სოციალურ ქსელში შენ და მამუკას მე გადავნევთ თვალყურს და თქვენი ვიდეოებიც ვიცი. მოდი გითხარი ჯერ ესეთი რა განსხვავება არის და ახლა 3 წელი არ არის ცოტა ადამიანი როცა იქ ცხოვრობს, ხო? და ჩართვები აქვს მაგარი ის რომ სასწაული ჩართვები. ხო, გინდები რა მაგარია. აი რა არის? თან ახლა ზამთარში არავინ არ არის, მარტო ჩვენ ვართო. რა გაჩერებთ იქ მოდი აი ეს. არ ვიცოდი რომ მევასებოდა. ანუ ესეთი სიტუაცია. როგორი სიტუაცია? ანუ არავინ არ არის ძირითადად მე ვარ ხოლმე მამუკა ცოტა მოშორებით და ძაღლები. მეტი არის ხოლმე რომ არავინ არ არის და მაგარი არამაგედონი როა ხოლმე და ის ზღვა რომ მოდის და ყველაფერი გემის კაპიტანივით რო დგავა რაღაცეებს ვაჩერებ რომ არ დაიმტრეს, არ დაიქცეს იქაურობა, ხეები რო ეცემა და თურმე ეს მყარებია, არ ვიცოდი, აღმოჩნდა ცოტა მერე. რომ მეკითხებია ხოლმე აქ რასაკეთებ მარტო არ იწყენ და მე თქვენ თბილისში რასაკეთებ და თბილისში უფრო მიმძის ხო 3 დღეებზე მეც ვეღარ ვძლებ აქ გარემოთი ამ აყროლებულ აურაში და ეგრევე გავრბივარ ხოლმე უკან. ასე რომ იქ ბევრად კაია და დილიდან საღამომდე აქ მოგამოდიხარ იმდენი საქმეა, იმდენი გონია, ხვალ და ზეგმორჩები და არასოდეს რო არ თავრდებოდა. აი მაგალითად რა საქმე? აი გამოვედი მაგალითად დილით იქ მცენარეები მყავს, ესე ვიტყოდი. ბევრი რომელიც თავიდან ბოლომდე მე გავზარდე, იქ იმას ის უნდა, იქ სახლია, სოფელში ძალიან ბევრი მოვლა უნდა მით უმეტეს ისეთ ადგილზე როგორი ზღვისპირა დასახლება, იქ ძალიან ბევრი რამე ჭირდება და ამიტომ საქმე არასოდეს არ ილევა. ის ტურისტები, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი არ არის, მე და მამუკას მაინც სულ ყავს, ეხა ისეთი ინტენსივობით არა როგორც სეზონზე, მაგრამ სულ ყავს, ეხაც დატოვებული მყავს ტურისტი და ნუ ესე რა.
პიროვნულად თუ შეგცვალა იქაურობა. მე ნახე, აქო მიჭირსო უკვე გაჩერება თბილისშიო. ძალიან ბევრი ამბობს სხვათა შორის რაღაცა ნელა უნდა გასვლა ქალაქიდან. აი პიროვნულად თუ შეგცვალა. იცი რა, პიროვნულად ნებისმიერი ეტაპი ცვლის ადამიანს. გააჩნია ამას ადამიანს და ამას როგორ იღებს. აი მე მგონია რომ ჩემი ცხოვრების რაღაცა ეტაპებზე რაღაცა ნიშნით რაღაცა მხრივ შევიცვალე. ამანაც რა თქმა უნდა თავის მხრივ შემცვალა. უფრო დავაფასე, ასე ვთქვათ, რეგიონი, სოფელი და ძალიან მეამაყება, რომ თუნდაც ერთ ადამიანს თუ მივეცი იმის მაგალითი, რომ აქ უსაქმოც ყიალს, იქ რაღაცა ვისაც მიწა აქვს და ვისაც რაღაცა აბადია, რაღაცა იმ თავის ტერიტორიას მიხედოს და მე ვიცი, რომ უკვე ბევრმა ეს ნაბიჯი გადადგა. კი, გეთახმები. მიწა რამდენი გაქვს იქ? მიწა იქ პატარა მაქვს, სადაც სასტუმრო მიდგას, მაგრამ იმასაც რაღაცა წინ ტყე მაქვს იქ ვრგავ რაღაცეებს ჩემ მიწაზე, მინდა რომ რაღაცა სამეურნეო, არა, მაგისთვის ვფიქრობ, რომ რაღაცა იქვე ახლოს სოფელში, გურიაში, დალუცვილ მიწაზე, არანაკლებ ჩემი კარალეთისა, იქაც რაღაცა პატარა მიწა შევიძინო, რომ რაღაცა ვიფუსფუსო. ანუ ეს სასტუმრო შენია? კი. ნახე უკვე როგორ დაჯდა, აი თავის მართლა 64-ში წავიდა და ეს ის თემა არის, რაც ძალიან უყვარს, ხო? კი ბატონო. და სიმღერა, აი გიტარა და ასე ვთქვათ, სიმღერა. იქ რო წასულიყავი, ისე ცოტა ხანი ხომ მიტოვებული იყო ეს ყველაფერი. კაპროვანმა გაგახსენა ეს ყველაფერი. არა, მე გეტყვი, ამას ძალიან კარგი სიმღერა აქვს ჩვენთან ტრიალებს რადიო არდაიდარდოში, მისი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც მე დავაპრემიერე დილის ჩვენთან და არაჩვეულებრივი საოცარი სიმღერა. მიატოვე სწორად თქვი ხო? რატომ მიატოვე ის ამბავი და რა ახლა არასოდეს არაფერს არ ვატოვებ რაღაცა. ნუ არ გეცალა. ეს ტრიალებ ხა, ჩემი სიმღერა, ჩემი პროფესიული ნიშნით არც მაქვს პრეტენზია რომ რაღაც მithumetes ჩემი ძმის შემდეგ და ჩემთვის ყოველთვის ღეროდი და იქაც პოცონი მაქვს. ქსელში ახლა გამოჩნდა უფრო გააქტიურდა. ხო არა, სხვა შორის ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ყოველთვის ღეროდი აქა-იქ სადღაც და ამდენმა ადამიანს ძალიან შინაურებმაც რაღაც ძალიან გაიკვირვა, შენ ღერი ხარ? რა, ხო. რამეტი რა. არა, მე არ ვიცი, ღერი ის. ღერის, მაგრამ არა, ნატყან. აუცილებლად უნდა გვიგო. მაგის გამოხსნა იცი? არ ვიცი, ხო და ამიტომ ხელს არ ვახლებ. და ძაღლის რეაქცია როგორია შენ რომ ღერი ხარ? ეს ამღერებს. პირველს მაძლევს. აი გეუბნები, ეს ამღერებს. აბა, შემოლებანა. რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფო მე ყველას იმოთბიალება ჩემო სიყვარულის დიდო ღმერთო მე დღითი დღეს შენი თბობა მკლავს ყველაფერი რაც გამაჩნდა გაქრა უნაზესი გრძნობა დამდევს კვლავ ყველაფერი გაქრა დამიბრუნდი კვლავ ჩვენი წლები სანთლები ვიდგაქრა და სიბერეც უკვე აღარ მკლავს როგორ მინდა კარგო დამიბრუნდე კვლავ გავმოვა დრო და მოუყვები ჩვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს დაიცოდე მეყვარები ძლიერ დამიბრუნდი კვლავ გავა დრო და მოუყვები ჩვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს
დაიცოდე მეყვარები ძლიერ დამიბრუნდი კვლავ ბრავო აი ხლა რომ ღეროდა ძახს ვეფერები და წკაპაწკუპი გავიგე ხის რო იწובה ბუხარში აი ესეთი რაღაცა შეიქმნა უცბად ეგეც გვაქვს წინ გვაქვს პატარა კოცონი იგზავნა ხოლმე და ლაგან ხან ზოგჯერ წინ ფეხბურთს უყურებთ ხან მღერით და ესე ვატარებთ კაპროვანში ვისაც გაინტერესებს რას ვაკეთებ შენაც ყოველ ცხოვრებას გამორს მაგრამ ეხლა ყველაზე მთავარი ისეთ საოცარი სიმღერა იმღერე არაჩვეულებრივი ჩვენი ლაკაც შენთან ერთად არის კოცონიო საღამო ვარსკვლავები ამ ყველაფერს ვაო ერთი ჩამომე არა მე მანდილოსაზე ვლაპარაკობ მანდილოსაზე ვლაპარაკობ მე რო ჩამოვიდე რა მანდილოს ნუ სადა ვარ მე ხო და მაგას ვამბობ მეუღლე რა თქმა უნდა აქეთ არის იქით არის ესე დავდივართ ეხლა მაგალითად იქით იყო წამოსული ეხლა ჩამოვიდით გუშინ წინ ერთად როცა იმას აქვს რომ ჩამოდის მეც ჩამოვდივარ და ეს ხედავს ხო გახაზირებული გახეთ ამბობ ძალიან კაი არაჩვეულებრივი არის არის რაღაცა აი ზამთრისთვის უკვე წინასწარ გეგმები კაი ტურისტები იმდენი არ არის აი გააქვს რაღაცა რომ აი ზამთარი მოდის და აი ეს საქმე მაგასაკეთებელი ეს უნდა დავგეგმო არ ვიცი შეშა გადახურვა აი რაღაცეები არის წინასწარ ხოლმე დაგეგმო კი მაგას ერთად ვიწყებთ ხოლმე უფრო აი შემ თებერვლის ბოლოდან იმიტომ რომ ეხლა აზრი არ აქვს ამინდენიდან გამომდინარე აი მაგ ამბავს უკვე სადაც მარტიდან ვიწყებთ ხოლმე იმიტომ რომ ყველაზე ცოტა ხალხი მაგ დროს ხავს ანუ ეხლა ზამთარში რო დავიწყო გარემო პირობებიდან გამომდინარე არ არის რელევანტური პლუს სტუმრები მყავს და აი მარტია ცოტა ისეთი ანუ უმაქნისი თვე და ამიტომ მაგ დროს ყველაზე კაია ეგეთი რაღაცები გააკეთო რაც შეეხება ზამთრის გეგმები ცოტა მეცვლება ხოლმე სეზონის მერე იმიტომ რომ მეც ხომ მინდა თავის ჩინაში შესაბამისად რაღაცებს გეგმავ ხოლმე ხა მაგალითად საახალწლო თემზადები მაქვს რამოდენიმე შეთავაზება კონცერტების წაყვანაზე და ნახოთ. აი ესე კორპორატიული მოყავს ხოლმე საახალწლოდ ხან კონცერტები და ესე. პლუს რაღაც სხვა რაღაცეები. ძალიან კარგი. სასტუმრო ახსენე ახლა შენ და ტურისტებიო. მარტო შენ ხარ იქ თუ მომსახურე პერსონალიც გყავს, რომლებიც ესე ეხმარებიან? ერთი ადამიანი ყავს ზამთარში, რომლებიც აწესრიგებს. თული არ არის ამ ხელა სასტუმროს მოვლა. იცი რა, იმდენად მომწონს იქ აი ეს ამ სფეროში ფუსფუსი, მე ხო არასოდეს არ მქონია გამოცდილება, თავიდან ძალიან მომეწონა. ძალიან კომფორტულად ვზნობ თან ეს ადამიანთან ურთიერთობა ჩემი ერთ-ერთი ფეტიში ასე ვთქვათ სხვადასხვა წარმომავლობის რელიგიის ეთნოსის ეს ადამიანთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა და ძალიან მავსებს და სტიმულს მაძლევს და მუხტავს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან კაია სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანთან ურთიერთობა და სულ სხვანაირ სტიმულსაც იღებ სხვადასხვა ინფორმაციას იღებ და მოკლედ ძალიან შეამოვნებს მე ეს ამბავი. ყოფილა როგორ არა ძალიან ბევრჯერ სიტუაცია რო აი არ მყოლი არც დამლაგებელი არც ის და მე თვითონ დამილაგებია. მაგ ყველა ვარიანტი არ მაგარია. ხო, ანუ ეგ ისეთ სიტუაცია რო გამოვარ მდგომარეობაში, როცა ფორს მაჟორია, პასუხისგებლობა გაქვს იმ ადამიანთან, იმ სტუმართან და შენ თვითონ უნდა მიხედო ამ ყველაფერს. ძალიან მაგარი, არაჩვეულებრივია. ნახე, ლაკა მიხვდა, მე მგონია რომ ჩვენი დრო ამოიწურა, უკვე წავიდა. შენ მოსვლაზე მეუღლესთან ერთად გელოდებით და ახალი სიმღერით. ძალიან დიდი მადლობა შენ ახარ თავისი ძველი მეგობარი შეხვდა და შენ ახარ სტიმული ადამიანი, რომელიც ყველას ფაქტიურად ოცნება რომ გვაქვს შეგვილი არაფერს არ გვეშინოდეს, წავიდეთ, ავიხტინოთ ოცნება და ვიყოთ ბედნიერები, სადაც ჩვენ გვინდა. ეხლა მოწვევისთვის აუცილებლად დაგიბრუნდებით ჩემო ძვირფასებო ფანტასტიკური არაჩვეულებრივი დღეს გისურვებთ ლევან ჩვენი სტუმარი ლაკა ხვალამდე ბედნიერად